საუდის არაბეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, წითელი ზღვის მახლობლად, უდაბნოს შუაგულში მიმდინარეობს უზარმაზარი სამშენებლო პროექტი. მის სახელია ნეომი. ეს უბრალოდ ახალი ქალაქი არ არის, იგეგმება, რომ ეს გახდეს დიდი ახალი ეკონომიკური რეგიონი, სადაც იქნება ქალაქები, ქარხნები, ტურისტული ზონები და ახალი ტექნოლოგიები. ეს საუდის არაბეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ეწოდება ვიზია 2030. ვიზია 2030. საუდის არაბეთის მთავრობის გეგმაა, რათა შეცვალოს ქვეყნის ეკონომიკა. მრავალი წლის განმავლობაში საუდის არაბეთის შემოსავლის დიდი ნაწილი ნავთობიდან მოთობიდან მოდიოდა. მაგრამ არსებობს პრობლემა. ქვეყანა ვერ დაეყრდნობა ნავთობს სამუდამოდ. მისი ფასი მუდმივად იცვლება და როცა იზრდება ელექტრომობილებისა და განახლებადი ენერგიის გამოყენება, საუდის არაბეთს სურს, რომ სხვა შემოსავლის წყაროებიც ჰქონდეს. ამიტომაც დიდ თანხებს ხარჯავს ტურიზმში, ტექნოლოგიებში, გართობაშიობაში, მწარმოებლობაში და სხვა ბიზნესებში. ამ გეგმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაწილი არის ნეომი. ნეომი 2017 წელს გამოცხადდა მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანის ხელმძღვანელობით. ეს ტერიტორია ძალიან დიდია, მასში შედის უდაბნოს, მთების და სანაპიროს ნაწილი, საუდის არაბეთის შტაბის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და ნეომის ფარგლებში ბევრი დიდი პროექტი იგეგმება. არის ოქსაგონი, რომელიც ინდუსტრიულ და პორტის ზონად შენდება, არის ტროჯენა, სამთო ტურისტული მიმართულება და არის ყველაზე ცნობილი პროექტი The Line. The Line არის დაგეგმილი ქალაქი, რომელიც გრძივადაა განლაგებული და არაგანიერად, როგორც ჩვეულებრივი ქალაქები. როდესაც პირველად წარადგინეს ეს გეგმა, საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ მისი სიგრძე 170 კილომეტრს მიაღწევს. ძირითადი დიზაინის ფარგლებში ჩვეულებრივი ქუჩები მანქანებისთვის არ იქნება. იდეა ისაა, რომ სახლები, სამუშაო ადგილები, მაღაზიები და სერვისები გაერთიანდეს ერთ ძალიან გრძელ ქალაქში, რომელიც იყენებს თანამედროვე ტრანსპორტსა და ტექნოლოგიას. მაგრამ ასეთი პროექტის განხორციელება ძალიან რთულია. საჭიროა უზარმაზარი თანხა, საჭიროა გზები, ელექტროენერგია, წყალი, სატრანსპორტო სისტემა და სხვა ინფრასტრუქტურა, სანამ რამე დიდს ააშენებენ. და ეს ყველაფერი უნდა ააშენდეს ისეთ ადგილას, რომლის დიდი ნაწილიც უდაბნოა. ამიტომაც გაჩნდა ბევრი კითხვა. მართლა დასრულდება The Line? ყოფნის საუდის არაბეთს საკმარისი ფული რო განახორციელოს მთელი ორიგინალი გეგმა. და იქნება საკმარისი ხალხი და ბიზნესი, ვისაც იქ გადასვლა მოუნდება 2026 წლისთვის. ნიომზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება. აშენდა ახალი გზები, მშენებლობის ობიექტები და ინფრასტრუქტურა ადგილზეა, მაგრამ შეიცვალა The Line-ის მშენებლობის მეთოდიც. ნაცვლად იმისა, რომ ერთდროულად ააშენონ ძალიან გრძელი ორიგინალი გეგმა, ნიომ ეხლა თავად აცხადებს, რომ The Line ეტაპობრივად და მოთხოვნის მიხედვით შენდება. ამასთან ერთად, საუდის არაბეთი უფრო ფრთხილად ხარჯავს თანხებს რამდენიმე უზარმაზარ პროექტზე, რადგან პრიორიტეტს ანიჭებს იმ პროექტებს, რომლებიც უფრო სწრაფად მოუტანს ეკონომიკურ სარგებელს. ამიტომ ნიომ ახლა აღარ არის უბრალოდ მომავლის ქალაქის ისტორია, რომელიც უცებ აშენდება უდაბნოში, ეს უფრო დიდი ისტორია საუდის არაბეთს. ქვეყანა, რომელიც გამდიდრდა ნავთობის წყალობით, მაგრამ ეხლა უზარმაზარ თანხებს ხარჯავს ახალი ეკონომიკის შესაქმნელად, სანამ დადგება დრო, როცა ნავთობი აღარ იქნება საკმარისი ყველაფრის მხარდასაჭერად. მაგრამ სანამ გავიგებთ, რატო არის საუდის არაბეთი მზად ასეთი მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად, ჯერ უნდა გავიგოთ ის ადგილი, სადაც ეს შენდება. ეს აშენდება უდაბნოში. თუმცა, სანამ აქ ავტოტობანები, ამწეები და სამშენებლო სათურთოები გამოჩნდებოდა, ამ უდაბნოში უკვე ცხოვრობდნენ ადამიანები მრავალი თაობის განმავლობაში, მათ შორის ბედუინებიც. ბედუინები არიან არაბული თემები, რომლებიც დიდი ხანია ცხოვრობენ და მოგზაურობენ ახლო აღმოსავლეთის უდაბნოებში. მათგან ბევრი ადრე ადგილიდან ადგილზე გადადიოდა თავიანთი ცხოველებით, რათა წყალი და საკვები ეპოვათ. მათ იცოდნენ სად იყო ჭები. მათ იცოდნენ როგორ გადაერჩინათ თავი ძლიერ სიცხეში. და მათ იცოდნენ უდაბნოს გზები მანამდე, სანამ თანამედროვე გზები გაჩნდებოდა. დღეს მათ გარშემო ნელ-ნელა სხვა სამყარო ჩნდებოდა. ეს ნიშნავს, რომ ისინი გამოიყენეს და შეაწუხეს. თუ ადრე დიდ ნაწილში კარვები, აკლემები და პატარა დასახლებები ჩანდა, ეხლა უკვე ავტობანები, სათურთოები, მუშები და დიდი სამშენებლო ობიექტებია. და აქ იკვეთება ორი განსხვავებული საუდის არაბეთი. ძველი საუდის არაბეთი, რომელიც უდაბნოს თემებიდან გაიზარდა, და ახალი საუდის არაბეთი, რომელიც ცდილობს შექმნას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე ადგილი. ამის მიუხედავად, აქ ჩანს რამდენად მასშტაბური გეგმები აქვს საუდის არაბეთს ნეომში. ეს პროექტი მხოლოდ ერთი ქალაქი არ არის. მის ფარგლებში ერთდროულად ბევრი დიდი ადგილი შენდება, ან იგეგმება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ოქსაგონი. ის მდებარეობს წითელი ზღვის სანაპიროზე. იგეგმება, რომ აქ შეიქმნას დიდი ინდუსტრიული და ლოგისტიკური ცენტრი. ეს ნიშნავს, რომ აქ განთავსდება ქარხნები, საწყობები, საკვლევი ცენტრები და ბიზნესები, რომლებიც იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს. მნიშვნელოვანია მისი მდებარეობაც, რადგან ის ახლოსაა წითელი ზღვის მთავარ საზღვაო მარშრუტებთან.
ადგილზე უკვე ფუნქციონირებს პორტი, ამიტომ ოქსაგონის მიზანი მხოლოდ ახალი ქალაქის აშენება არ არის. საუდის არაბეთს ასევე სურს კონდეს ადგილი, სადაც შესაძლებელია პროდუქციის წარმოება და მათი გაგზავნა სხვა ქვეყნებში. აქვე შედის დიდი მწვანე წყალბადის პროექტიც. მწვანე წყალბადი არის საწვავი, რომელიც მზადდება ელექტროენერგიის გამოყენებით განახლებადი წყაროებიდან, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია. ეს ერთ-ერთი ახალი ინდუსტრია, რომლის განვითარებაც საუდის არაბეთს სურს, რათა ნავთობის გარდა სხვა შემოსავლის წყაროებიც ჰქონდეს. წითელ ზღვაზე კიდევ ერთი პროექტია, რომელსაც სინდალა ქვია. ეს არის სინდალა. ეს არის კუნძული, რომელიც ტურიზმისთვის შეიქმნა. აქ არის იახტების მარინა, სასტუმროები, რესტორნები და სხვა ადგილები ტურისტებისთვის. 2024 წელს ნიომმა სინდალა წარმოადგინა როგორც მათი პირველი დიდი დასრულებული დანიშნულების ადგილი, მაგრამ გახსნის ღონისძიების შემდეგ პრობლემები წარმოიშვა. ის სულად არ გაიხსნა ჩვეულებრივი ტურისტებისთვის, როგორც თავდაპირველად იყო ნავარაუდები. 2026 წელს სინდალას ოპერაცია სხვა საუდოვმა დეველოპერს გადააბარეს, რათა პრობლემები მოეგვარებინათ და სტუმრებისთვის ხელახლა მოემზადებინათ. ეს აჩვენებს, რომ ნიომის ყველა პროექტი არ მიმდინარეობს თავდაპირველი გრაფიკის მიხედვით. ზოგი ნაწილი სრულდება, ზოგი ნაწილი კი იგვიანებს ან ცვლილებებს საჭიროებს. აკაბის ყურის გასწვრივ მდებარეობს მაგნა. ეს მხოლოდ ერთი შენობა არ არის. გეგმაშია, რომ ეს გახდეს ლუქს კლასის კურორტებისა და სანაპირო დასახლებების ჯგუფი, სხვადასხვა ადგილას სანაპიროზე, სასტუმროები, კერძო სახლები, ტურისტული ზონები და სხვა მაღალი კლასის პროექტები იგეგმება აქ. მაგრამ არსებობს სერიოზული საკითხი მიწასთან დაკავშირებით, სადაც ნიომის ზოგი ნაწილი შენდება. არსებობენ ჰუაიტას ტომის წევრები, რომლებიც დიდი ხანია ცხოვრობენ ამ რეგიონში და რომლებიც გადაადგილების გამო დაზარალდნენ პროექტისთვის. არიან ადგილობრივი მცხოვრებლები და ადამიანის უფლებათა ჯგუფები, რომლებიც ამბობენ, რომ ზოგი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი სახლი. ასევე დაფიქსირდა დაკავების შემთხვევები მათ მიმართ, ვინც გადაადგილებას ეწინააღმდეგებოდა. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთის მთავრობა ნიომს ახალი მომავლის სიმბოლოდ წარმოაჩენს, არიან ოჯახები, რომლებიც ამბობენ, რომ ამას მათ ცხოვრებაში დიდი საფასური მოჰყვა. ეხლა სანაპიროდან გადავიდეთ მთებში. აქ შენდება ტროჯენა. ეს ადგილი უფრო მაღლა მდებარეობს და უფრო ცივია, ვიდრე საუდის არაბეთის უმეტესობა. მისი ზოგიერთი ნაწილის სიმაღლე ზღვის დონიდან დაახლოებით 2600 მეტრს აღწევს. ზამთარში კი ტემპერატურა 0-ზე ქვემოთაც შეიძლება დაეცეს. სურთ ტროჯენა მთელი წლის განმავლობაში სამთო ტურისტული მიმართულება იყოს. დაგეგმილია სასტუმროები, გარე აქტივობები, ხელოვნური ტბა და ტბა და სათხილამურო ინფრასტრუქტურა. ეს განსაკუთრებით გამორჩეულია, რადგან საუდის არაბეთი იშვიათად ასოცირდება სათხილამურო სპორტთან. თუმცა ტროჯენა 2029 წელს აზიის ზამთრის თამაშების მასპინძელი იქნება. ამიტომ ეს ერთ-ერთი ნეომის პროექტადანია, რომელიც უნდა დასრულდეს უფრო მკაფიო ვადაში. და ამ ყველა პროექტის შემდეგ კვლავ რჩება ნეომის ყველაზე ცნობილი და ყველაზე დიდი ნაწილი. დილაინი. თავდაპირველი ხედვით დილაინი არის ქალაქი, რომელიც უდაბნოში 170 კილომეტრზე იქნება გადაჭიმული. ის ძალიან ვიწროა ჩვეულებრივ ქალაქთან შედარებით, მაგრამ ძალიან მაღალი და გრძელია. იდეა ისაა, რომ სახლები, ოფისები, მაღაზიები, სკობი, სკოლები და ადამიანისთვის საჭირო სხვა ყველაფერი ერთ გრძელ ურბანულ სივრცეში იყოს მოთავსებული. მათ ნაცვლად რომ ბევრი მანქანა და ფართო გზები გამოიყენონ, დიზაინერებს სურთ გადაადგილება სხვადასხვა ადგილას უფრო სწრაფი გახადონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებით. ასევე დაგეგმილია განახლებადი ენერგიის გამოყენება. და როდესაც პროექტი პირველად წარადგინეს, საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ ერთ დღეს აქ შესაძლოა მილიონობით ადამიანმა იცხოვროს. მაგრამ ასეთი მასშტაბური გეგმა ძალიან ძვირია და განხორციელება რთულია. ჯერ საჭიროა უდაბნოს უზარმაზარი ნაწილის გათხრა და მომზადება, საჭიროა წყალი, საჭიროა ელექტროენერგია, საჭიროა სატრანსპორტო სისტემა, საჭიროა ძალიან ბევრი სამშენებლო მასალა და მუშახელი და ასევე საჭიროა საკმარისი ადამიანი და ბიზნესი, ვისაც აქ ცხოვრება და მუშაობა მოუნდება. ამიტომ სანამ მშენებლობა გრძელდება, შეიცვალა ასევე მუშაობის მეთოდიც The Line-ზე, ჯერ უფრო პატარა ნაწილზე მუშაობენ, ვიდრე მთლიან 70 კილომეტრზე. ჰავარდ ნეომი ახლა ამბობს, რომ The Lines ეტაპობრივად ააშენებენ მოთხოვნის მიხედვით. საუდის არაბეთი ასევე პრიორიტეტს ანიჭებს ნეომის იმ ნაწილებს, რომლებსაც აშკარა დანიშნულება და ვადა აქვთ. აქ შედის ტროჯენა 2029 წლის აზიის ზამთრის თამაშებისთვის და The Line-ის რამდენიმე ნაწილი, რომელიც მომავალ სპორტულ ღონისძიებებთან არის დაკავშირებული. ეს ნიშნავს, რომ ნეომში მართლაც მიმდინარეობს მასშტაბური მშენებლობა, მაგრამ სარეკლამო ვიდეოებში ნაჩვენები დიდი ნაწილი. ეს გრძელი სარკისებრი ქალაქი, ფუტურისტული კურორტები და სხვადასხვა უჩვეულო შენობები ჯერ კიდევ მხოლოდ ხედვაა იმისა, თუ რა სურთ მომავალში გააკეთონ. ეს ჯერ არ არის მთელი ნეომი, რომელსაც დღეს ნახავთ. და სწორედ აქ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კითხვა. რატო არის საუდის არაბეთი მზად დახარჯოს უზარმაზარი თანხა პროექტზე, რომელიც შეიძლება 10 წლეულები გაგრძელდეს და დიდი შანსია რომ შეიცვალოს? პასუხი მხოლოდ ის არ არის, რომ მათ ფუტურისტული ქალაქის აშენება სურთ. მათი მიზეზი კიდევ უფრო ღრმაა.
საუდის არაბეთისთვის ნეომი არის მცდელობის ნაწილი, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები, ბიზნესი და შემოსავალი, მანამდე სანამ მათი ამჟამინდელი საარსებო წყარო აღარ იქნება საკმარისი არსებული ეკონომიკის მხარდასაჭერად. ამიტომ რომ გავიგოთ, რატომ ხარჯავს საუდის არაბეთი ამხელა თანხებს ნეომზე, ჯერ უნდა დაუბრუნდეთ იმას, თუ საიდან მოდის ქვეყნის უზარმაზარი სიმდიდრე. ყველაფერი დაიწყო ნავთობით. სინამდვილეში ნავთობისა და ახალი ქალაქების გამოჩენამდე სრულიად განსხვავებული იყო ცხოვრება არაბეთის ნახევარკუნძულის დიდ ნაწილში. მაშინ ბევრი ადამიანი მხოლოდ პატარა ქალაქებსა და ოაზისებში ცხოვრობდა. ასევე იყვნენ ბედუინები, რომლებიც უდაბნოში გადადიოდნენ თავიანთ აქლემებთან, თხებთან და ცხვრებთან ერთად. ისინი ასე იქცეოდნენ, რადგან უდაბნოში ძალიან ცოტა წყალი და მცენარეა. როდესაც ცხოველებისთვის საკვები ერთ ადგილას იცურებოდა, ისინი სხვა ადგილას გადადიოდნენ. ამიტომ უდაბნოს ცოდნა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათ უნდა იცოდნენ, სად არის წყალი, უნდა იცოდნენ, რომელი ადგილი იქნება ბალახით დაფარული წვიმის შემდეგ. და მათ უნდა შეეძლოთ მოგზაურობა უზარმაზარ ტერიტორიაზე, სადაც თითქმის არ არის მკაფიო გზა. დღეს ყველა ბედუინი ასე აღარ ცხოვრობს, ბევრი უკვე ქალაქებში ცხოვრობს და ჩვეულებრივი სამსახური აქვთ. მაგრამ ჯერ კიდევ არიან ოჯახები, რომლებიც ძველი ცხოვრების წესის ნაწილს აგრძელებენ, განსაკუთრებით უდაბნოში ცხოველების მოვლას. და აქ ჩანს, რამდენად სწრაფად შეიცვალა საუდის არაბეთი. უდაბნოს ერთ ნაწილში ჯერ კიდევ ცხოვრობენ ოჯახები კარვებში და უვლიან აქლემებსა და თხებს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით არის ამწეები, ავტობანები და სამშენებლო ობიექტები ნეომისთვის. იმის გასაგებად, თუ როგორ მივიდა საუდის არაბეთი ამ ეტაპამდე, უნდა დავბრუნდეთ იმ დროში, სანამ ის მდიდარი ნავთობის ფოთანა გახდებოდა. 1900-იანი წლების დასაწყისში საუდის არაბეთი იმ სახით, როგორც ჩვენ ვიცნობ დღეს, ჯერ არ არსებობდა. არსებობდა სხვადასხვა ტომები, ქალაქები და რეგიონები არაბეთის ნახევარკუნძულზე, რომლებსაც თავიანთი ლიდერები ჰყავდათ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იმ დროს იყო აბდულაზიზ იბნ საუდი. მან ნელ-ნელა თავის კონტროლქვეშ მოაქცია ნახევარკუნძულის დიდი ნაწილი. 1932 წელს ოფიციალურად დაარსდა საუდის არაბეთის სამეფო. მაგრამ იმ დროს ახალი ქვეყანა ჯერ კიდევ მდიდარი არ იყო. მისი უდაბნოები ვრცელია. თანამედროვე ინფრასტრუქტურა ძალიან ცოტა იყო. და მთავრობის ფულით შეზღუდული იყო. შემდეგ მოხდა რაღაც, რაც საბოლოოდ შეცვლის ქვეყნის მომავალს. ეს იყო ნავთობი. 1933 წელს საუდის მთავრობამ ერთ ამერიკულ კომპანიას მისცა უფლება ეძებნა ნავთობი. გეოლოგები ეძებდნენ ნავთობს საუდის არაბეთის აღმოსავლეთ ნაწილში. რამდენიმე წელი ბურღავდნენ, მაგრამ საკმარისი ნავთობი ვერ იპოვეს. სანამ არ მივიდნენ ერთ ჭაბურღილამდე, რომელსაც დამამ ნომერი 7 ეწოდება, 1938 წელს აქ აღმოაჩინეს ნავთობი კომერციული რაოდენობით. ეს ნიშნავს, რომ რაოდენობა საკმარისი იყო, რომ დიდი ბიზნესისთვის გაეყიდათ. სწორედ აქედან დაიწყო საუდის არაბეთის დიდი ნავთობის ინდუსტრია. როდესაც უფრო დიდი ნავთობის საბადოები აღმოაჩინეს, წარმოება სწრაფად გაიზარდა. 1959 წელს არამკოს წარმოება დღეში დაახლოებით 500,000 ბარელს აღწევდა. შემდეგ ათწლეულებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა. საუდის არაბეთის მთავრობას მოულოდნელად უზარმაზარი შემოსავლის წყარო გაუჩნდა. ნავთობის შემოსავალი გზების ასაშენებლად გამოიყენეს. სკოლები და საავადმყოფოები ააშენეს. გაფართოვდა ელექტროენერგიისა და წყლის სისტემები. გაიზარდა ქალაქები. უფრო მეტმა ადამიანმა მიიღო თანამედროვე სახლი, მანქანა და სამუშაო. სულ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ქვეყანა, რომელსაც შეზღუდული ინფრასტრუქტურა ჰქონდა, სოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნავთობის მწარმოებლად იქცა. მაგრამ სწრაფი ცვლილებების მიუხედავად, ძველი კულტურა არ გამქრავა. ბევრ საუდელსთვის ოჯახი, ტომი, სტუმართმოყვარეობა და ისლამური ტრადიციები კვლავ მნიშვნელოვანია. ამიტომ დღემდე საუდის არაბეთში ორი მხარე ჩანს. თანამედროვე ქვეყანა, რომელსაც აქვს ავტომაგისტრალები, სათამჯენები და დიდი ბიზნესები. და საზოგადოება, რომელსაც ჯერ კიდევ ღრმა კავშირი აქვს ტრადიციებთან, რომლებიც ნავთობის გამოჩენამდე ჩამოყალიბდა. მაგრამ ნეომის აშენებამ უფრო რთული საკითხებიც წამოაყენა. რადგან მიწა, სადაც ეს პროექტი შენდება, უბრალოდ ცარიელი უდაბნო არ არის. იქ უკვე დიდი ხანია ცხოვრობენ თემები. მათ შორის არიან ჰუაიტას ტომის წევრები ტაბუკის რეგიონში. ნეომის გამო ზოგიერთ მაცხოვრებელს გადასვლა მოუწია. იმ ადგილებიდან, რომლებიც განვითარების ნაწილად იქცა. როგორც თავად საუდის არაბეთის მთავრობა ამბობს, 1000-ზე მეტი ოჯახი, ანუ 6000-ზე მეტი ადამიანი გადააყვანეს ნეომის პროექტის ტერიტორიიდან. საუდის არაბეთის მთავრობამ განაცხადა, რომ გადაყვანილ მაცხოვრებლებს აუნაზღაურეს და მხარი დაუჭირეს. მაგრამ ადამიანის უფლებათა დამკვირვებლებისგან სხვა ამბავია მოსმენილი. გაეროს ექსპერტების თქმით, ჰუაიტას ტომის ზოგიერთი წევრი აცხადებდა, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ საკუთარი სახლებიდან გამოძევებას. ზოგი მათგანი დააკავეს და მძიმე სასჯელი მიუსაჯეს. ამიტომ ნეომის ისტორია მხოლოდ მშენებლობასა და ტექნოლოგიაზე არ არის. აქ არიან ნამდვილი რეალური თემები, რომლებიც პირდაპირ დაზარალდნენ ამ ცვლილებებისგან.
სწორედ აქ უფრო მარტივად ჩანს, რამდენად მასშტაბურია საუდის არაბეთის ქმედებები. 1 საუკუნეც არ იყო გასული, რომ ქვეყანა შეიცვალა. ახალი სამეფოდან, რომელსაც შეზღუდული ფინანსები და ინფრასტრუქტურა ჰქონდა. გლობალურ ნავთობის ძალად იქცა, რომელსაც შეუძლია დააფინანსოს ისეთი პროექტები, როგორიცაა ნეომი. მაგრამ სწორედ ის ნავთობი, რომელმაც საუდის არაბეთს უზარმაზარი სიმდიდრე მოუტანა, არის მიზეზი, რის გამოც ახლა ასე ჩქარობს ცვლილებებს. საუდის ლიდერებმა იციან, რომ სახიფათოა მხოლოდ ერთ დიდ შემოსავლის წყაროზე დაყრდნობა. როცა ნავთობის ფასი იკლებს, მთავრობის შემოსავალიც მცირდება. და როცა მსოფლიოში ენერგიის წარმოების სხვა გზები მატულობს, საუდის არაბეთი სურს, რომ თავისი ეკონომიკა მოამზადოს მანამდე, სანამ მომავალში ნავთობზე მოთხოვნა დასუსტდება. ამიტომ ნეომი მხოლოდ ახალი ქალაქის აშენება არ არის უდაბლოში. ეს არის უზარმაზარი ინვესტიცია. საუდის არაბეთი იყენებს ნავთობიდან მიღებულ ფულს, რათა შექმნას ეკონომიკა, რომელიც სუსტრო არსებობდეს, მაშინაც კი როცა ნავთობი აღარ იქნება მისი მთავარი ბიზნესი მომავალში. და რო გავიგოთ, რატო არის ეს ასეთი დიდი ინვესტიცია, უნდა დავაკვირდეთ, რამდენად დიდი გავლენა მოახდინა ნავთობმა მთლიან საუდის ეკონომიკაზე. და რატო არ არის საკმარისი მათი მომავლისთვის მხოლოდ ნავთობის ქვეყანად დარჩენა. აქ ვნახავთ, რატო არის ნეომი ასეთი მნიშვნელოვანი საუდის არაბეთის მომავალისთვის. ნავთობმა გაამდიდრა ქვეყანა, მაგრამ საუდის არაბეთს არ უნდა, რომ მისი ეკონომიკა სამუდამოდ იყოს დამოკიდებული ნავთობზე. ეს არ ნიშნავს, რომ ნავთობის გამოყენება მსოფლიოში უცებ გაქრება. დღესაც დიდი მოთხოვნაა ნავთობზე და ის კვლავ გამოიყენება ტრანსპორტში, ავიაციაში, პეტროქიმიაში და ბევრ სხვა ინდუსტრიაში. მაგრამ გლობალური ენერგეტიკული ბაზარი იცვლება. ელექტრომობილების რაოდენობა იზრდება, მეტი ხდება განახლებადი ენერგიის გამოყენებაც. და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიხედვით შესაძლოა გლობალური ნავთობის მოთხოვნის ზრდა თითქმის შეჩერდეს 10 წლეულის დასრულებამდე. ეს ნიშნავს, რომ საუდის არაბეთისთვის უფრო რისკიანია მხოლოდ ნავთობზე დაყრდნობა მომდევნო 10 წლეულებში. ამიტომ, სანამ ჯერ კიდევ დიდ შემოსავალს იღებს ნავთობიდან, საუდის არაბეთი ამ ფულს იღენებს სხვა ბიზნესების შესაქმნელად. ეს არის ხედვა 2030-ის მთავარი მიზანი. მას სურს ტურიზმის განვითარება. მას სურს საერთაშორისო კომპანიებისა და ინვესტორების მოზიდვა. სურს მეტი ტრანსპორტის შექმნა. სურს მუშაობა ტექნოლოგიებში, წარმოებაში, გართობაში, სპორტში და სხვა ინდუსტრიებში. ხო, ნეომი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ამის გასაკეთებლად. ხო, ტურიზმშიც კი საუდის არაბეთში უკვე დიდი ცვლილებებია. ადრე ჩვეულებრივი საერთაშორისო ტურისტებისთვის შესვლა უფრო შეზღუდული იყო, მაგრამ 2019 წელს ქვეყანამ შემოიღო ტურისტული ვიზა სტუმრებისთვის მრავალი ქვეყნიდან. მას შემდეგ საუდის არაბეთმა დიდი თანხა დახარჯა ტურისტების მოსაზიდად. არის ახალი კურორტები, ტარდება საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები, არის კონცერტები და გასართობი პროექტები. და ნეომში სურთ შექმნან ისეთი დანიშნულების ადგილები, რომლებიც შეძლებენ კონკურენციას ახლო აღმოსავლეთის სხვა ცნობილ ადგილებთან. მაგრამ ნეომს მხოლოდ ტურისტები არ ჭირდება, მას ასევე ჭირდება ბიზნესი, ჭირდება მუშახელი, ჭირდება ინჟინრები და სპეციალისტები. და რაც თავარია, მას ჭირდება ინვესტორები, რომლებიც მზად იქნებიან საკუთარი ფული ჩადონ ამ პროექტებში. რადგან მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთის მთავრობა ძალიან მდიდარია, მაინც ძალიან ძვირია თუ მხოლოდ მთავრობა დააფინანსებს ყველაფერს. ამიტომ ნეომისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მასშტაბური სარეკლამო ვიდეოები და ფუტურისტული დიზაინები. ისინი მხოლოდ იმის საჩვენებლად არ არის შექმნილი თუ როგორი იქნება პროექტი. ისინი ასევე გამოიყენება იმისთვის, რომ კომპანიები და ინვესტორები დაარწმუნონ, რომ ჩაერთონ. კიდევ ერთი ინდუსტრია, რომლის გაზრდაც საუდის არაბეთს სურს. ესეც ენერგეტიკა, მაგრამ არა მხოლოდ ნავთობი. ქვეყნის დიდ ნაწილში მზე ძალიან ძლიერად ანათებს. ასევე არის ადგილები, სადაც ქარის ენერგიის გამოყენება შეიძლება. ამიტომ საუდის არაბეთს სურს მზისა და ქარის ენერგიის გამოყენება ელექტროენერგიისა და მწვანე წყალბადის წარმოებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ესეთი პროექტი ხორციელდება ოქსაგონში. თუ ეს წარმატებული იქნება, იქ შესაძლებელია მწვანე წყალბადის წარმოება და მისი გაგზავნა სხვა ქვეყნებში. ამ გზით საუდის არაბეთს სურს დარჩეს ენერგიის ერთ-ერთ მთავარ მომწოდებლად. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ენერგიის ტიპი იცვლება. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებლობა დიდია, რისკიც დიდია. ყველა ფუტურისტული პროექტი აუცილებლად წარმატებული არ იქნება. შეიძლება ხარჯები გაიზარდოს, შეიძლება მშენებლობა დაგვიანდეს, შეიძლება ინვესტორები არ იყოს საკმარისი და შეიძლება არ მოვიდეს იმდენი მაცხოვრებელი და ტურისტი, რამდენსაც თავიდან ელოდნენ. ამიტომ ბოლო წლებში საუდის არაბეთი უფრო ფრთხილად არჩევს, რომელი მეგაპროექტები დააფინანსოს პირველ რიგში. ზოგიერთი პროექტის გრაფიკი შეიცვალა ან დაიყო უფრო პატარა ეტაპებად. ეს არ ნიშნავს, რომ პროექტი შეჩერდა, ეს ნიშნავს, რომ საუდის არაბეთმა უნდა აირჩიოს, რომელი შეძლებს დაასრულოს და რომელი უნდა შეანელოს. და კიდევ ერთი ნაწილი ნეომის, რომელიც ფულით ადუდად ვერ იზომება. ეს არის მისი გავლენა იმ ადამიანებზე, რომლებიც ადრე ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.
როგორც ნახეთ, ჰავაი ტომის წევრები გადაადგილების გამო დაზარალდნენ. გაეროს ექსპერტების თქმით, ზოგიერთი მცხოვრები წინააღმდეგი იყო დადასახლების და მოგვიანებით მძიმე სასჯელი მიიღო. მათ შორის არიან 3 მამაკაცი, რომლებიც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მას შემდეგ რაც მათ გამოსახლების წინააღმდეგობის გამო ბრალი წაუყენეს. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთი ამბობს, რომ ნიომი მომავლისთვის შეიქმნა, არსებობს კითხვაც, თუ ვინ სარგებლობს ამ ცვლილებით და ვინ უნდა გაიღოს მსხვერპლი, რომ ეს მოხდეს. სწორედ ამიტომ რთულია ნიომის მხოლოდ როგორც სამშენებლო პროექტის აღქმა. საუდის არაბეთის მთავრობისთვის ეს არის გზა ახალი ეკონომიკის შესაქმნელად. ინვესტორებისთვის ეს არის დიდი ბიზნეს შესაძლებლობა, მაგრამ ასევე დიდი რისკი. ზოგიერთი ადგილობრივი მაცხოვრებლისთვის ეს შეიძლება მოიტანოს სამუშაო ადგილები და ახალი ბიზნესი, მაგრამ სხვებისთვის ეს ასევე ნიშნავს ძველი სახლის დაკარგვას და მათი საზოგადოების ცვლილებას. ხოლო მთელი საუდის არაბეთისთვის კიდევ უფრო დიდი რამდევს სასწორზე. ქვეყანა იხენებს ნავთობიდან მიღებულ სიმდიდრეს, რათა მოემზადოს იმ დროისთვის, როდესაც ნავთობის ღირებულება გლობალურ ეკონომიკაში შეიძლება აღარ იყოს ისეთი დიდი როგორც ადრე. ჯერ არ ვიცით წარმატებული იქნება თუ არა ნეომის თავდაპირველი ხედვა. შესაძლოა მისი ზოგიერთი ნაწილი დასრულდეს და განვითარდეს. შესაძლებელია სხვა პროექტები შემცირდეს, დაგვიანდეს ან მთლიანად შეიცვალოს. მაგრამ სწორედ ეს არის მთავარი საკითხი. საუდის არაბეთს არ სჭირდება, რომ თითოეული ფუტურისტული პროექტი წარმატებული იყოს. რაც მას სჭირდება არის საკმარისი ახალი ინდუსტრიის შექმნა, რათა ქვეყანას ნავთობის გარდა სხვა შემოსავლის წყარო ჰქონდეს. ამიტომ ნეომი მხოლოდ უდაბნოს შუაგულში მდებარე ერთი უცნაური ქალაქის ისტორია არ არის. ეს ასევე არის ისტორია ქვეყნის შესახებ, რომელიც ცდილობს წარსულის სიმდიდრე გამოიყენოს თავისი მომავლის გადასახდელად. ნავთობმა დაეხმარა თანამედროვე საუდის არაბეთის შექმნას. დღეს საუდის არაბეთი ნავთობიდან მიღებულ ფულს იყენებს იმისათვის, რომ სცადოს ისეთი ქვეყნის შექმნა, რომელსაც აღარ მოუწევს ამაზე ზედმეტად დაყრდნობა. და იქნება თუ არა ნეომი წარმატებული. სწორედ იქ გაიზომება ყველაზე დიდი კითხვა. შეუძლია თუ არა საუდის არაბეთს კვლავ შეიცვალოს, მანამ სანამ შეიცვლება ის მსოფლიო, რომელმაც გაამდიდრა.